Წარმოგიდგენთ 2022 წლის 28 იანვრის და 2023 წლის 28 იანვრის ჩართული გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიშს ვეცდები რომ ძალიან მოკლედ და არ გადაგხალოთ. გამართული სხდომების რაოდენობა ჯამში იყო 10-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, განხილული საკითხების რაოდენობა სხდომების ფორმატში იყო 12 და ასევე 10-ზე მეტი საკითხი განიხილეთ სამუშაო შეხვედრებზე სხვადასხვა ჯგუფებთან. საბჭოს შეკრების პირველი დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვაზე მუშაობა და ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მოვისმინეთ თბილისის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს პასუხისმგებელი პირის საქმიანობის ანგარიშიც და მათთან ერთად შევხვდით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩავატარეთ დედაქალაქის რაიონის გამგეობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა პასუხისმგებელ პირებთან, რომელთანაც დღემდე აქტიურ რეჟიმში მუშაობდა თანამშრომლები და დავგეგმეთ სამომავლო გეგმები და გამოწვევები. შეხვედრა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასთან, რომელთანაც ვისაუბრეთ ნაადრევი ქორწინების ოჯახში ძალადობის და სხვადასხვა ენებრივი ბარიერის, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. დავეწარით რამდენიმე ტრენინგს, მათ შორის გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან ერთად. დავეწარი ასევე გენდერული თანასწორობის მიმოქმედის საპარლამენტო საბჭოსა და ეულთოს ერთობლივ კონფერენციას, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის თემა იყო ძირითადი საკითხი და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც შემდეგ გადმოვიტანეთ სამოქმედო გეგმაში. შეხვედრა გავმართეთ ვარშავის ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებთან, რომელსაც ჩემი კოლეგები, საბჭოს წევრები ესაუბრნენ გენდერულ ბიუჯეტირებასა და სხვა მნიშვნელოვან აქტუალურ თემებზე თბილისის საკრებულოში. მე მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებზე, რომელიც მეხუთე წლის განმავლობაში განახორციელეთ. ეს იყო კამპანია შენი სიცოცხლე შენს ხელშია, რომელიც ეხებოდა ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ონკოპაციენტთა მიმართ, რომელიც მიმართული იყო ონკოპაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად. ჩვენ თანამშრომლობდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და არაერთი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით საკრებულოს თანამშრომლებთან. ვარდისფერი მარათონი მინდა გამოიყო ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც გავმართეთ ლისის მოტლის მიმდებარედ. ონკოპაციენტთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, რომელსაც მნიშვნელოვნად მოვეხმარეთ მათ და მათ მოუგვარდათ გარკვეული საჭიროებები, რომელიც მათ ჰქონდათ. ვარდისფერი ოქტომბერი და ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ასევე ცნობიერების სკრინინგის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა. მაჟორიტარებთან ერთად საინფორმაციო კამპანიები ჩავატარეთ რამდენიმე ოლქშიც. 16-დღიანი კამპანია ასევე მინდა გამოიყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც თბილისის ანძა გავანათეთ. ასევე საკრებულოს წევრებთან ერთად შევხვდით არაერთ სამიზნე აუდიტორიას, გავაკეთეთ მოწოდებები საკრებულოს სხდომაზე და კამპანიის ფარგლებში ასევე ძალიან აქტიურად თანამშრომლობდით არასამთავრობო სექტორთან და მინდა გამოიყო ასევე მუნიციპალური თეატრები, რომლებიც 16 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ყოველი სპექტაკლის დასაწყისს და დასასრულს აცხადებდნენ ცხელი ხაზის ნიმბებს და მოუწოდებდნენ მსხვერპლებს თუ პოტენციურ მსხვერპლებს და ყველა ადამიანს ძალადობის შემთხვევაში მიემართათ ამ ცხელი ხაზებისთვის. 16 პროფესია ასევე მინდა გამოიყო 16 წარმატებული ადამიანი თავის პროფესიაში, რომელმაც გააკეთა მოწოდებები, საჯარო მოწოდებები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 16 მათგანი განთავსდა ჩვენს სოციალურ
სოციალურ ქსელში ჩვენს Facebook webზე. ვიმყოფებოდით თბილისის კრიზისულ ცენტრში, სადაც შევხვდით ბენეფიციარებს და მასი საჭიროებები მოვისმინეთ. საინფორმაციო შეხვედრა ჰქონდა ასევე ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოსთან და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 50-მდე სტუდენტთან, რომელმაც თავად გამოთქვეს ჩვენთან ამ ტიპის შეხვედრის სურვილი. მინდა გამოვყვა ასევე სანდრო ახმეტელის სახელობის, სანდრო გევრიშვილის სახელობის თეატრი, რომელმაც სპეციალურად ჩვენთვის კამპანიის ფარგლებში ჩაატარა სპექტაკლი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები ესწრებოდნენ. ძირითადი ნაწილი დავასრულე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაგვრჩა არის ის, რომ 1 წლის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც არაერთი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და როდესაც ჰქონდა საჯარო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, მაქსიმალურად ვეცოდეთ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათ ჰქონდათ სამოქმედო გეგმაში აგვესახა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა წევრს გენდერული თანასწორობის საბჭოში, ვინც ხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო აქტიური და ნაყოფიერი წელი გვეცნობა 2023. მადლობა გიბატონო ამასვე ცნობის საკითხ და ისმენთ თიკო უკვე სტრატეგიის დამტკიცებას. როგორც აღნიშნე, 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ საბჭოს სამოქმედო გეგმაზე. მე მინდა რომ სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გამოვყვა და პრინციპის სტრატეგიაში ჩავატევ სამოქმედო გეგმასაც, იმიტომ რომ ყველას დაგეგმავთ და შეუძლებელია ხო ამ ყველა სამოქმედო გეგმა ესე ცვლად წარმოვადგინო. გენდერული თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას და მის მიზნებს და ამოცანებს წარმოგიდგენთ 2023 წლის მოკლე პერიოდის სტრატეგიაში, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას, მათი უფლებებისა და შესაძლებლობების თანაბარ და ეფექტიან რეალიზებას. სტრატეგია ეფუძნება 2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტში საკრებულოში ჩატარებული გენდერულ აუდიტს, რომელიც შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავდა. გენდერული აუდიტი მოვიფიქროთ, რომ აუცილებლად ამ წლის განმავლობაში ჩავატაროთ, იმიტომ რომ ბოლო აუდიტი 2015 წელს იყო და აუცილებლად იქნება ახალი გამოწვევები და ამ თემაზე ამ სტრატეგიის და გეგმის დამტკიცების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას. ეს არის 5 ძირითადი მიმართულება: გენდერული თანასწორობის სამართლებრივი ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მდგრადი სამართლებრივი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება. ამაში იგულისხმება სამოქმედო გეგმების შემუშავება, საბჭოს წევრების და სხვა პასუხისმგებელი პირებისათვის სპეციალური ტრენინგების ორგანიზება, ჩატარება. ამაში იგულისხმება პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის სტიმულირება, სხვადასხვა ფორუმებში და სხვა რეგიონალურ საბჭოებთან კომუნიკაცია, გენდერული სტატისტიკის როლის ამაღლება, რომელიც მოიცავს თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროს აბსოლუტურად, გენდერული აუდიტის დანერგვა, რაზეც ვისაუბრე, სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა და პერიოდული შეხვედრები მათთან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე სხვა. მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის საფინანსო ეკონომიკის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია
დასაქმების რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა, რაშიც ცალსახად იგულისხმება გენდერული ბიუჯეტირება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება და ბიზნეს საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმა, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებში, სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანი არის მათი თანაბარი მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში და სპორტულ ცხოვრებაში და ამას ნამდვილად აქტიურად მიყვებით. განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა გენდერულად ორიენტირებული სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის პოლიტიკის შემუშავება, რაც მოიცავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს, რასაც მოიცავს საქართველოს კანონი. მეოთხე მიმართულება ეს არის სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაშიც ასევე მოიაზრება მოწყვლადი ჯგუფების სოციალური გააქტიურება და მათი ხელშეწყობა. ჯანდაცვის პროგრამების სწორად, გენდერულად სწორად და დაბალანსებულად გადანაწილება და ასე შემდეგ. მეხუთე მიმართულება ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მათი დახმარების უზრუნველყოფა, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის და ასე შემდეგ სხვადასხვა მსგავსი ფაქტების დაცვა, რეაგირება, გამოშვება და ასე შემდეგ. ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა, ანალიზი, შესწავლა, შეფასება, შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიების განერგვა, ყველა დანარჩენი პუნქტების მიმართულებით და ასე შემდეგ. დავასრულე ბატონო გიორგი, პრინციპის სტრატეგიაში ძირითადად ვისაუბრე ასევე სამოქმედო გეგმის კონკრეტულ პუნქტებზეც, რომელსაც თავად შეგიძლიათ გაეცნოთ.